მოგესალმებით ბატონო გელა. გვაინტერესებს რატო იმყოფებით დღეს აქ და მაინც და მაინც რატო კასტელო მარე? დიდი მადლობა. თუ რატო ვიმყოფები აი აქ ამ სასტუმროში, ახლა ამას მოგიყვებით, ვინაიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. და სანამ ამ მნიშვნელოვანს გეტყოდეთ, მოდი დავათვალიეროთ ეს საპრეზიდენტო პრეზიდენტი არ ვარ, მაგრამ საპრეზიდენტო ნომერი. მოგზავნით. ეს იცით, რომ დღეს თელ აჭარაში არის ყველაზე მაგარი სასტუმრო. აი, მსგავსი სასტუმრო 30 წელია დუბაიში ცხოვრობდა, მსგავსი სასტუმრო და მსგავსი ადგილი, ხო, ჯერ არ არის დედამიწის ზურგზე. აი, უყურე როგორ არის, აი, ტყეში არის შიგნით ჩადგმული ეს სასტუმრო და მე არ ვიცი, აი, ეს არის ალბათ მართლა ერთ-ერთი საოცრება რა. წამობრძანდით და გათვალიერებიებ და თუ რატომ ვიმყოფები აქ გეტყვით, მობრძანდით. აქ ვიქნები დაახლოებით 4 დღე და ეს 4 დღე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ უნდა მყოფილიყავი და ის საქმე, რასაც მოგიყვებით, აქ უნდა გამიკეთებია. მობრძანდით, ეს არის ჩემი სამუშაო კაბინეტი, ძირითადად აქ ვარ და ეს არის ერთ-ერთი მისაღები სტუმრების. მობრძანდით. ახლა დაგათვალიერებიებთ. მობრძანდით, ეს არის კიდევ რავის ტანსაცმლის შესანახი და ასე შემდეგ. მობრძანდით. ეს არის საუკეთესო ოთახი, ამას ეძახიან საპრეზიდენტო ოთახს, ბიზნეს კლას. და არის ძალიან მაგარი და რა ვიცი, ესეთი ბევრი უნდა იყოს საქართველოში, ბევრი. რატომ უნდა იყოს? ერთი ბევრი უნდა იყოს და ზუსტად ესეთ ადგილზე. დუბაიში მაგალითად ესეთი ბევრი არის, მაგრამ ეს მე დუბაის ყველა სასტუმროში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს არის მართლა აი საოცრება, რაღაც სასაული. შეხედეთ. მე მინდა ამ ადმინისტრაციას, ამ სასტუმროში დიდი მადლობა გადაუხადო, ვინაიდან ეს ადგილი თვითონ ამირჩიეს და როცა დავრეკე თბილისიდან და ვთხოვე რომ ერთი კარგი ნომერი მინდა და იმათმა ესე მითხრეს ადმინისტრაციამ, რომ შენთვის ადგილი გვაქვს, თავარია შენ მოხვიდე, მოვედი და ზუსტად ეს ადგილი დამახვედრეს. აი უყურე, რისთვისაც მე მოვედი, ახლა გეტყვით, მაგრამ ზუსტად ეს ადგილი მჭირდებოდა, რომ ის საქმე გამეკეთებია, რასაც დამემთავრებია, რასაც მე ვაკეთებ და წამობრძანდით. ეს არის სველი წერტილები ბიზნეს კლასის, რა ვიცი. წამობრძანდით. მობრძანდით და კალბატონო ანი დაბრძანდით და ახლა მე მინდა იმ ადამიანს, ვისაც პატივს ვცემ, ვინც მცემს პატივს და მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მოსახლეობის, იმდენად კარგი ქვეყანა ვართ და იმდენად კარგი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, მე ვერ წარმომიდგენია რატო ხდება ესეთი პრობლემები. მოდი ახლა აჭარაში ვართ, მე და ანი აჭარაში ვართ და წარმოიდგინე რა სითბო და რა სიყვარული მივიღე ამ ადამიანებისგან და აჭარლებ მთელ საქართველოს დიდ მადლობას ვუხდი და კიდევ დღეს განსაკუთრებით აჭარლებს და განსაკუთრებით ამ სასტუმროს მეპატრონეებს. და რატომ ვარ აქ და რატო ავირჩია ეს, თქვათ, ზღვის ფონზე. უყურე, ზღვას აქვს თავისი ტალღები, როცა არის ეს რაღაცა ხმას გამოსცემს და ზუსტად ეს ხმა არის, რაც მე მჭირდებოდა და ზუსტად ეს ადგილი მჭირდებოდა. კალბატონო ანი, რატომ მოვედი აქ? ციხეში ყოფნის დროს მოგიყვებით პატარა ორ მაგალითს და ციხეში ყოფნის დროს მე დავწერე წიგნი.
და 9 წიგნია დაწერილი. ერთ წიგნს ქვია ციხეში მამაკაცებიც კი ტერია. ეს წიგნი ალბათ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში იქნება პოპულარული და რატომ დავარქვი აი ამ წიგნს ციხეში მამაკაცებიც ტერიან, ამას გეტყვით. 9 წიგნი თითქმის ბოლომდე მაქვს მიყვანილი, უბრალოდ ციხის შემდეგ რო გამოვედი, იმის შემდეგ რაღაც დარჩენილი მქონდა, რომ დამემთავრებია და ამიტომ დრო არ მქონდა. ახლა ეს ერთი წიგნი 100% მინდა დავამთავრო და ხვალ ზეგ დავამთავრებ და იმიტომ ვარ აქ, რომ ზუსტად ის დავწერო, რაც რეალობაში ჩემ ცხოვრებაში იყო. აი მოგიყვებით ახლა, როგორ დავიწყე აი ამ წიგნის დაწერა. საიდან გაგიჩნდათ იდეა საერთოდ დაგეწერათ წიგნი? აი ოღონდ როგორ იყო. ზუსტად მაგას გიყვებით. აი ეს ადგილი არის წიგნის დასაწერად. დასამთავრებლად წიგნი ძირითადად დაწერილია და რომ დავამთავრო ეს წიგნი მინდა სიმშვიდე. უყურე როგორ იყო. მე ხომ ბიჭი, რასაც ქვია, ერთი მყავს მათე და როცა მე დამაკავეს, მათე იყო 15 წლის. და წარმოიდგინეთ თქვენ ქართული კანონის თანახმად, რადგან დამაკავეს, გადამიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში და სხვა შანსი არ არსებობდა, რომ მათე მენახა ან დამერეკა მათესთვის, როცა დღეში მაინც 100 ჯერ მოვიკითხავდი სახლში რომ ვიყავი თუ სად იყო. როცა დამაკავეს, ვერაფრით ვერ შევძელი, ვერც გავლენით, ვერც უგავლენოდ ვერ შევძელი, რომ მათეზე მე დამერეკა. იმიტომ რომ მე ხო დიდი დამნაშავე ვიყავი და ამიტომ რაღაცა სასწაული ხდებოდა და ერთი სიტყვით დავიდა 3 თვე, 5 თვე, 6 თვე და ესეთი მომენტი იყო, რომ როცა უკვე მომისაჯეს 6 წელი, უნდა დამთავრდეს 9 თვე და 9 თვე რომ დამთავრდა, მომისაჯეს 6 წელი. და 6 წელი რომ მომისაჯეს, კიდევ ვიმეორებ, რომ ალბათ ციხის ხელმძღვანელობამ, ადმინისტრაციამ, თვითონ დეპარტამენტში ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, დათო ბედია და სხვა და სხვები და ალბათ გადაწყვიტეს, რომ კარგი რა გინდათ ამ კაცთან და შვილთან მაინც დავარეკიოთო და დამარეკიეს. და დამარეკიეს კი არა, მითხრეს, რომ ხვალ 3 საათზე მათეს გაჩვენებთ და ტელეფონით დაგალაპარაკებთ. არის ესეთი. მე აქეთ უნდა დავждე, მათე იქით შუაში არის შუშა, ხმა არ ისმის, მაგრამ ტელეფონით ისმის ხმა, ეს ადვოკატებმა იციან და თვითონ პატიმრებმა, ვისაც გაუულია ეს გზა, ყველა მისის. ჩამომიყვანეს 10 წუთით ადრე ვზივარ და ველოდები მათეს. აი როგორი იყო იცი ის დრო ჩემთვის და ის წუთები. ეს იყო რაღაცა ვერაფერს ვერ ვხედავდი. აი ტვინი საერთოდ გამეყინა. აი რომელ წამ ახლა შემოვა და შემოვიდა მათეში. რო შემოვიდა მათეს სახეში რო შევხედე, აი მიღიმოდა სავით. მე აქეთ ვიჯექი თვითონ კიდე მიღიმის მე ხმა ვერ ამოვიღე, დაждდა, აიღო ტელეფონი და რაღაც უნდა მეთქვა, ხო, როგორ ახარ მამა ან რაღაცა რო უნდა მეთქვა. წარმოიდგინეთ თქვენ 13 თუ 14 წუთი მე ხმა ვერ ამოვიღე და თვალიდან ცრემლები ესე მომდიოდა. მათესაც იქით ცრემლები მოდიოდა და 15 წუთია რა, 14 თუ 1 წუთი დამრჩა რა. და იმ 1 წუთში რაღაცა გაჩხერილი რომ მქონდა, არ ვიცი რა მოხდა და მამა როგორ ხარ მეთქი და ეგრევე ტელეფონი გაითიშა. ტელეფონი რო გაითიშა, ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი ხო ისმინება იქ და უსმენენ და 3 წუთი დამიმატეს და აი ამ 3 წუთი მათეს დაველაპარაკე ერთი სიტყვით ისე რომ სულ ცრემლები მომდიოდა. კიდევ მეორე შემთხვევა იყო ესეთი, რომ ამის შემდეგ თხოვე ციხის თხოვე იქ ადვოკატს, რომ ხვალ 4 საათზე ციხიდან გზა ესე მიდიოდა რა, გზა
და მათ იქ გამოიყვანათ და გაიყვანათ ხელით რა, რომ ენახე. იმისა მენახა. და ზუსტად 3 საათზე ვდგავარ ფანჯარასთან და წარმოიდგინე 1 საათია ვდგავარ ველოდები, როდის მოვა 3 საათი. და ზუსტად იმ 3-ს რო აკლდა 2 წუთი თუ 3 წუთი, ისე ჩამძინებია. და მათ 3ჯერ გამოუყვანიათ და იმათმა იცოდნენ რომ მე ვნახე, მაგრამ არ მინახია და მათ წაუყვანიათ, მე კიდე ძალიან იმ დონეზე ვინერვიულე რომ გადავიტანდი თუ არა არ მეგონა. ახლა წიგნის წერა და სათაური. ეს პირველად მათ ეს რო შევხვდი და რო 3 წუთი დამიმატეს, ესეთი გაბრაზებული, როგორ ვიყავი, იცი, იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჩემ თავზე, რომ რატო ვერ დაველაპარაკე და გადამიყვანეს ოთახში. და ოთახში რო გადამიყვანეს, ჩავედი ქვევით არის ადმინისტრაცია, თხოვე ფურცლები და დავიწყე წერა. ეს წიგნის სიმწარემ დამაწერია. ესეთი გამწარებული ვიყავი, რომ ავდექი და ეს წიგნი დავწერე და ეს წიგნი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სხვა 8 წიგნი. მთლიანობაში იქნება 9 წიგნი. ახლა რატო ვიმყოფები თქვათ აქ, ხო? ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია ეს წიგნი დავამთავრო და კიდევ ერჯერ დიდ მადლობას ვუხდი ამ სასტუმროს ადმინისტრაციას. რთულია ციხე და რატომ უნდა მაინც ეს სახელი წიგნზე? ახლა ციხე ზოგადად ყველასთვის რთულია. ციხე დალხინებული ესეთი არ არსებობს. ციხე არის როგორ არის იცით? სიკვდილის შემდეგ არის ციხე. უბრალოდ მე მაინც ჩემი სახელი და გვარით ვიყავი თვითონ ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობასთან არასდროს არაფერი პრობლემა არ მქონია. ციხის თანამშრომლები თითქმის 50-60%-ს ვიცნობდი, ვისაც არ ვიცნობდი, ისინიც გავიცანი და ჩემთვის მაგალითად 6 წელი ისე დავამთავრე, რომ არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია. იყო ციხის ხელმძღვანელობა, რომელიც არ არსებობდა არც ერთი რამდენი ციხის უფროსი შევიცვალე, ხო, თქვათ, მერვე დაწესებულებიდან მე-12-ში გადამიყვანეს, თქვათ, ხო? არასდროს ჩემთვის ბიჭო არავის არ უკადრებია, არც ხელმძღვანელობას, არც ნებისმიერ თანამშრომელს და არც თვითონ პატიმრებს. ბატონო გელა, ასევე გვაინტერესებს, როგორ გექცეოდნენ ციხის თანამშრომლები და როგორი ადამიანები არიან ზოგადად? ციხის ხელმძღვანელობა? დიახ. კიდევ ერჯერ ვიტყვი, რომ ბიბლია არ არის, თორე ხელს დავდებდი, რომ ზუსტად მინდა გითხრათ. ზოგჯერ იციან, რომ იცი რა თანამშრომლები ცუდები არიან და ესე არ არის. როგორ არის, შეიძლება ოჯახში იყოს 5 ადამიანი და 2 ცუდი იყოს, შენ წარმოიდგინე. და რასაც ქვია პოლიციის სისტემა, რასაც ქვია ციხის სისტემა, ეს 1 და 100 1000-ობით ადამიანი მუშაობს, ხო? და 1000 ადამიანი და რა თქმა უნდა იქნება ისეთი 3, 4, 5, 10 თუ 20 ცუდი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის 99%-ს გეუბნები, რომ არავის არასდროს არ უთქვია ზედმეტი. რაც იყო კანონით, იმ კანონს იყენებდნენ ჩემთვის. ზედმეტი არავის არასდროს არ უკადრებია, პირიქით მომხნევებდნენ, რომ ყველაფერი დალაგდება, არ ინერვიულო, მათე შენ ჭირდები. ახლა ისეთ რამეს მოგიყვები, შეიძლება ადამიანმა არ დაიჯეროს. უყურე როგორ იყო ხომ დამაკავეს, ხო გადამიყვანეს ციხეში. რო იმაში გადამიყვანეს მოდულის შენობაში ვიყავი, ხო, თქვათ. ამ მოდულის შენობიდან უნდა მოვიყვანეთ სასამართლოზე. შენ დაიჯერებ, რომ 2 ახალგაზრდა ბიჭი, პოლიციის თანამშრომლები, ამათ უნდა გადავეყვანე. ახლა იმის შემდეგ დიდი დრო არის გასული. უბრალოდ ისეთ რამეს ყვები შეიძლება არც არის მოსაყველი, შეიძლება რა ვიცი, უბრალოდ ადამიანებმა იცოდნენ, რომ პოლიციის თანამშრომელი და ზოგადად თანამშრომლები საქართველოში ცუდები არ არიან. გააჩნია შენ როგორი ტიპი ხარ. როგორი ტიპი ხარ, ისე მოგექცევია, თქვათ, ხო? ახლა როცა პოლიციის თანამშრომელია, ციხის უფროსია, მას არასდროს არ უნდა აკადრო ის, რაც არ ეკადრება, ხო?
ჩემთვის არავის არ მოუთხოვია ისეთი რამე გააკეთო, რომელიც ჩემთვის იყო მიუღებელი სიტყვაზე ვთქვათ. არც უკადრებია და არც გაუვლია თავზე. უყურე როგორ იყო. გადმოვყავართ სასამართლოზე და ორმა ბიჭმა გადმომიყვანეს. რომ გადმომიყვანეს, გზაზე მოვდივარ დიღომში და სადღაც გადაუხვიეს. და რომ გადაუხვიეს, მე ვთქვი საათ გადაუხვიეს, რა არის, რამე დავალება ხო არ აქვს. უყურე, აი სწორად მინდა მოსახლეობამ გაიგოს, აი როგორი ადამიანები არიან ქართველი და ქართველი პოლიციელების უმრავლესობა. უყურე, ესენი პოლიციელები იყვნენ და გადაუხვიეს, იყიდეს ლიმონადი. აი პეისა ბოდიში პეპსიკოლა და იყიდეს ხაჭაპური. და ესე უყურე, თვითონაც ჭამდნენ, და მე დამიდეს ერთი პეპსიკოლა და ერთი ნაჭერი ხაჭაპური. თვითონაც თვითონ ნაჭერი ხაჭაპური მანქანაში ჭამდნენ გზაზე და მითხრეს რომ აი გთხოვთ მამაშვილულად რომ ეს მეჭამა. და როგორც ესენი ჭამდნენ სასამართლოს მისვლამდე მე ის მივირთვი როგორც მიირთვა აი ამ ბიჭებმა. ახლა მე რა კაცი უნდა ვიყო რომ თქვა ცუდი ვერ ვიტყვი. ვერც მე ეს ბიჭები აი ვერსად ვერ ვნახე, ახლა არც სახელი მახსოვს, არც გვარი ორი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, დაახლოებით იქნებოდნენ 25-26 წლის, 26-27 წლის ბიჭები და რა თქმა უნდა დიდ მადლობას უხდი თუ ამას გაიგებენ. აი ეს არის ჩემთვის, რა ვიცი, აი ძალიან დიდი პატივიცემაა მაგათი მხრიდან. იგივე ციხის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივად ვიყავი როგორც სხვა პატიმრები. დიდი მადლობა. ნახვამდის საინტერესო იყო. მომავალ შეხვედრამდე.